თბილისის საკრებულოს დეპუტატი კახა კუკავა საქართველოს პარლამენტს მიმართავს გაუქმოს ის ადმინისტრაციული ჯარიმები, რომლებიც მოქალაქეებს წინა ხელისუფლების პერიოდში საპროტესტო აქციების დროს დაეკისრათ. კუკავას განცხადებით, ინიციატივა შეეხებათ იმ პირებს, რომლებმაც დაკისრებული ჯარიმის გადახდა ვერ შეძლეს და დღევანდელი მდგომარეობით ჯარიმის თანხა ზოგიერთ შემთხვევაში 10,000 ლარს აჭარბებს. პრაქტიკაში გავრცელებული არის და ეწოდება 400 ლარიანი ჯარიმები, რომლითაც ჯარიმდებოდნენ სხვადასხვა საპროტესტო აქციის მონაწილეები, ძირითადად ახალგაზრდები. შემდგომ ეს თანხა გროვდებოდა, ზოგიერთ შემთხვევაში 10,000 ლარს გადააჭარბა ჯიშკარიანი და ვინც იყვნენ ახალგაზრდები და იანვარში, როდესაც გამოცხადდა პოლიტიკური რეპრესირებულების ამნისტია, ეს იყო სისხლის სამართლის ამნისტია, პარლამენტში შევიდნენ წინადადებას, რომ გავრცელდეს აგრეთვე ადმინისტრაციულ საქმეებზეც ეს ამნისტია. დეპუტატის ინიციატივას ლევან თიგიშვილი აფასებს, რომელიც სამართალდამცავებმა 2010 წლის 15 ივნის ქალაქის სამმართველოსთან ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ გამართული აქციის დროს პოლიციელთათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს. თიგიშვილი თანამოაზრეებთან ერთად სხვა აქტივისტების დაკავებას აპროტესტებდა. მოძრაობა არას ერთ-ერთი ლიდერი ლევან ჩიტაძე, რომელიც ყოფილი ხელისუფლების პერიოდში არაერთხელ იყო დაკავებული, აცხადებს, რომ დაკისრებულ ადმინისტრაციულ ჯარიმებს ის პრინციპულად არ ეხდიდა. ჩემი დაკავებები კამერების თანასწორებით მოხდა აბსოლუტურად ყველგან და არცად არ არის დაფიქსირებული არანაირი სამართალდარღვევა. აქედან გამომდინარე მე არც ერთი ადმინისტრაციული სახდელი ზუსტად ამიტომ არ მაგადახდება. დაახლოებით 1500 ლარამდეა ეს ყველაფერი. ვფიქრობ, რომ საინტერესო ინიციატივაა, ალბათ დროულიც, თუმცა შეიძლება დაგვიანებულიც იყოს, იმიტომ რომ როდესაც ხელისუფლება შეიცვალა, ის ზუსტად მაშინ იყო ეს მომენტი, როდესაც ეს ინიციატივები უნდა წამოსულიყო. 400 ლარი დამაკეთეს და შემდეგ გადაეცა საახსრულებლოს და რამდენადაც მე ვიცი, საახსრულებლოში რაღაც მოიმატა, ოღონდ რამდენით არის მომატებული, რამდენად არ დავინტერესებული ვარ, იმიტომ რომ არ თვლის საჭიროდ ჩემ თავს და არ თვლი ვალდებულად რომ გადავიხადო ეს ჩარევა. დადებითად შევხვდებით, ეს ვისი გასაკეთებელიც იყო, იმათმა ალბათ ვერ მოიცალეს ჩვენთვის, იმ ხალხისთვის, ვინც ეს ხალხი მოიყვანა ხელისუფლებაში და ძალიან კარგია რომ ისე ოპოზიციური პარტიები კახა კუკავას სახით ახერხებენ და ცდილობენ რომ ჩვენი რეაბილიტაცია და ჩვენი ეს შეღავათების დაწევა შეიძლება მოხდეს. უფლებადამცველი ლაშა ჩხარტიშვილი, რომელსაც ადმინისტრაციული ჯარიმა ბოლოს კიკვიძის ბაღში პოლიციის შენობის მშენებლობის გაპროტესტების გამო შეუფარდეს, მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ჯარიმები და დაპატიმრებები ნაციონალური მოძრაობის მიერ პოლიტიკური დევნის ერთ-ერთი ინსტრუმენტი იყო. მე პირადადაც არაერთი სამგვარი ჯარიმის და პატიმრობის, ასე ვთქვათ, მშობლი გამختار ვარ. შესაბამისად, ამხრივად საინტერესო იყო ეს საკითხი და შესაბამისად სხვა პოლიტიკური პატიმრების თხოვნითაც დავიწყე მუშაობა ამგვარ კანონპროექტზე, რომელიც გულისხმობდა ადმინისტრაციულ ამნისტიას. ძალიან სასიხარულოა, რომ იგივე კახა კუკავას მხრიდან იქნა გაჟღერებული და ჩვენ დავუვლდებით მოვლენების განვითარებას, თუ კი ეს კანონპროექტი, ასე ვთქვათ, დაიძრება და მისი განხილვა პარლამენტში დაიწყება, ამ შემთხვევაში დაამატებით ხელახლა კანონპროექტს არ წარმოადგენთ, თუ კი არა, რა თქმა უნდა, მზათა ვართ ამ კანონპროექტის დასრულებისათვის და ხელმოწერების შესაგროვებათაც კი. ადმინისტრაციულ ჯარიმებზე ამნისტიის განხორციელების შესახებ კახა კუკავას ინიციატივა საკრებულოს სხდომაზე დღეს ადამიანის უფლებათა კომისიამ დაამტკიცა და კომისიის სახელით პარლამენტის უახლოეს პერიოდში გაეგზავნება.